მოდი გამოვეხმაუროთ გუშინდელ მოვლენას რუსთაველის გამზირზე 30-მდე პირი დააკავეს. თქვენი აზრით ეს რა განაცხადია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან? ხო, პირველი მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველი რითიც უნდა დავიწყოთ არის ის, რომ გუშინდელმა დღემაც და გუშინდელ დღესთან ერთად დღეს პრემიერად წოდებული კობახიძის განცხადებამ, რომ თითქოს გზა ვერ გადაიკეტა, რომ თითქოს კანონი ამიტომ შეცვალეს და ზოგადად ეს კამპანია ჰქონდათ, ხო, კანონი ვერ მუშაობსო ჯარიმები და ამის გამო ჩვენ გვიწევს მსგავსი ტიპის დრაკონული კანონების მიღება. ხო, ანუ ეს ჩვენ გვახსოვს. სინამდვილეში გუშინდელმა დღემ აჩვენა ის, რომ ადამიანები და ზოგადად ბოლო დღეებმა მას შემდეგ რაც მიიღეს იანუკოვიჩის ტიპის კანონები დიქტატორული ჩანაწერებით, ადამიანები ღიად და ცხადად უპირისპირდებიან რეჟიმს, მიუხედავად იმისა, რომ მათ რეჟიმმა უთხრა, რომ შენ მე ერთხელ 15 დღით დაგაკავებ და მეორედ 1 წლამდე თავისუფლებას აღგიკვეთ, ხო? ანუ პირდაპირ ქართულმა ხალხმა განაცხადა ერთი: ამ წინააღმდეგობის მოძრაობას არ ეშინია არაფრის, მათ შორის არ ეშინია ღიად დაანონსებული მრავალწლიანი პატიმრობების და სწორედ ამ რწმენით და ამ მიდგომით, ამ ხედვით, ამ გაუტეხლობით სინამდვილეში თუ რამე განაცხადს აკეთებს დღეს ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით რუსთაველის გამზირი არის ის, რომ გამორიცხული ამ ქვეყანაში ჩაბეტონდეს და დამყარდეს რუსული ტიპის ტოტალიტარული სისტემა. ამის შანსი არ არსებობს მანამ სანამ ჩვენ ვდგავართ მედგრად, ვიბრძვით და მივდივართ ბოლომდე. მეორე ჩემთვის რაც იყო მნიშვნელოვანი არის ის, რომ გუშინ ვნახეთ, რომ ზოგადად ეს კანონი არ მუშაობს. არ მუშაობს არც ეს კანონი, ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რომ გუშინ მარტო 30 ადამიანი დააკავეს და როგორ არ მუშაობს, ხო? არა, ჩვენ ყველაფერს არ უნდა შევხედოთ ხოლმე ერთი კუთხით და ერთი პრიზმიდან, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენ მაინც საბოლოო ჯამში გუშინ ვნახეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის ნახვაც, ესე ვთქვათ, ქართული ოცნების ხარდაჭერებს არ უნდათ და რომლის დემონსტრირებაც არ უნდა ქართულ ოცნებასაც და ამასთან დაკავშირებითაც არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული ირაკლი კობახიძეს მას შემდეგ, რაც პრემიერის თანამდებობა მას აჩუქა ბიძინა ივანიშვილმა დროებით, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება ის მოღალატე აღმოჩნდეს და სუსში დაიბარონ და სუსის იზოლატორში ამოყოს თავი. მან განაცხადა არაერთხელ, რომ თქვენი ხილავთ სულ სხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჰუმანურს და ასე შემდეგ, ხო, ანუ რომელიც იმოქმედებს კანონის ფარგლებში. და მესამე და მნიშვნელოვანი, მე რაც მგონი არის ის, რომ გუშინდელმა დღემ ზოგადად აჩვენა როგორ დაცლილია სინამდვილეში კიდევ ერთხელ პოლიციის ფიცისგან და ქართველობისგან მთლიანად ეს სისტემა. არა მარტო პოლიციელი ერთი რიგითი აღებული ამ საპოლიციო სისტემა, ანუ ზოგადად ამ ქვეყანაში სისტემა როგორ არის მოწყობილი. გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ მაგალითისთვის ქართულ ოცნებას, ანუ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ ყველგან ყველა ქმედების გამომწვევ მიზეზად უნდა დავასახელოთ ბიძინა ივანიშვილი. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა მისი პოლიტიკური მარიონეტების და მისი რეპრესიული მილიციის მაგალითისთვის დააკავა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც არის ადამიანი, რომელმაც მაგალითად რამდენიმე წლის წინ საკუთარ მოქალაქეობრივ ვალთან ერთად პირნათლად დაიცვა ის ექიმის ფიცი, ხო, როდესაც გადავიდა. ამის გამო აქებდა თავის დროზე კახაკალაძე მას პოსტიც მიუძღვნა გვახსოვს. და მივდივარ იქამდე, გადავიდა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიუხედავად რისკისა მან დაიცვა ერთი რიგითი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ხო? ეცადა ამის გაკეთებას, იცოდა რომ მისი სიცოცხლე დგებოდა საფრთხის ქვეშ. სინამდვილეში ასეთ ადამიანებს ნორმალურ ქვეყნებში აჯილდოებენ სამოქალაქო თავდადებისთვის, გამოჩენილი მამაცობისთვის, სამოქალაქო გმირობის. ამ ქვეყანაში აკავებენ და თან აგინებენ პროფესიიდან გამომდინარე და ხო არ ვიცი, ექიმის პროფესიის გინება ცოტა არ იყოს, არ ვიცი, აი ეს ადამიანები არიან, ვინც ყველას ჭირდება. ეს არის გამოხატულება იმის სინამდვილეში, როგორ დეგრადირდა ამ ქვეყანაში ყველაფერი და როგორ გაუკუღმართებულია სინამდვილეში ღირებულებები, ხო? ამიტომ მე რაც მგონია მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის სოლიდარობა, ის გამოხატული სოლიდარობა ამ შორის ქმედებებში, რაც ჩვენ ვნახეთ განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში და თავარი რაც უნდა ვიცოდეთ, არც ერთი ნაბიჯი, რომელსაც ქართული ოცნება დგამს, არ მიუთითებს მათ სიმყარეზე პირიქით. ყველა ნაბიჯი დაწყებული დეკემბრის თვიდან, როდესაც დაიწყეს კანონების, ეგრეთ წოდებული კანონების გამკაცრება და მსგავსი დიქტატორული ჩანაწერების მიღება, ყველა მიუთითებს ერთ რამეზე. სინამდვილეში დღეს ქართული ოცნების წევრობა არის ძალიან დიდი ფასი. ამისთვის ადამიანებს უწევთ, რაც აუნა პრივილეგირებულები იყვნენ, რაც აუნა კორუფციაში იყვნენ ჩართულები, ისინი არიან მორალურ იზოლაციაში. თუმცა ნიკა დამეთანხმებით, რომ სიძლიერე და სიმყარე თქვენს გჭირდებათ ამ პროცესში პროდასალურ ძალებს და თქვენ ფაქტია, რომ ურთიერთობა გაგიფუჭდათ, დაგიმძიმდათ, განსაკუთრებით 4 ოქტომბრის შემდეგ. როგორ ფიქრობთ, ახლა რამდენად მნიშვნელოვანია ძალების გაერთიანება, თუ კი ვერ მოხერხდება რაღაცნაირად ერთი ქოლგის ქვეშ, ერთი პლატფორმის ქვეშ, რაღაცნაირად ძალების კონცენტრაცია მოხდეს რეჟიმის წინააღმდეგ, განსაკუთრებით იმ სარჩელის კვალდაკვალ, რომელიც დარეგისტრირდება ცოტა ხანში საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც გულისხმობს პარტიების აკრძალვას, ერთ-ერთი მათ შორის თქვენი კოალიციაც არის.
ხო, იცით რა არის, მე არ ვფიქრობ, რომ რაღაც ურთიერთობა დაგვიმძიმდა და გაგვიფუშტა ოპოზიციურ ძალებს, ეს ძალიან აბსტრაქტული ნათქვამი მგონია და ზოგადი შეფასება, სრული პატივისცემით ამას. მე მგონია, რომ ეს კითხვა უფრო მიამართებათ იმ ადამიანებს და უკვე გახარია საერთოდ ართული ამ სათვალავში, რომ მისი პარტია წარმოადგენდეს რაღაც ამ ქვეყნის პროდასავლური თავისუფალი მომავლისთვის მებრძოლ ძალას, იმიტომ რომ ის იქცა ერთგვარ ქართულ LDP-რა, ჯირინოვსკის პარტია, თუმცა ჯირინოვსკი მასთან შედარებით და ზოგადად მათთან შედარებით პოლიტიკოსი მაინც იყო მიუხედავად ყველაფრისა, მას საკუთარი გავლენა და პოლიტიკური კაპიტალი ჰქონდა და როგორც ნახეთ, გახარი აღმოჩნდა უბრალოდ ქართული ოცნების ერთ-ერთი ანასხლეტი, რომელიც დაუბრუნდა მის წიაღს. მეორე, ეს კითხვა უფრო მიემართება იმ ძალას, ამ შემთხვევაში ლეოზლიერ საქართველოს, რომელმაც გადაწყვიტა გამოემჟღავნებინა არათანმიმდევრულობა, საკუთარი სიტყვის არაერთგულება და ხელმოწერილი დოკუმენტის რაღაც 20 წუთში უარყოფა, ხო? ჩვენ გვახსოვს ეს მთელი პერიპეტიები და ქრონოლოგია, ამიტომ მე რაც მგონია მნიშვნელოვანი არის ის, რომ სიამდვილეში დღეს გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ, თუ საქმე ეხება იმას, რეალურად სად ვართ და რას უნდა ვაკეთებდეთ. ჩვენ ყოველ შემთხვევაში მე მესმის ლეგიტიმური კრიტიკაც, კითხვებით და ასე შემდეგ. ჩვენ მე რაც შემიძლია ჩემი გუნდის სახელით ვილაპარაკო და იმ პარტიების სახელით, რომლებმაც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არ მიიღეს ადგილობრივ არჩევნებად წოდებულა, ჩვენ დავრჩით ერთგულები იმ იდეალების, იმ შეთანხმების, რასაც დაეფუძნა ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო წინააღმდეგობის მოძრაობა. ეს იყო ნაძიგლებისთვის ხელის არ ჩამორთმევა, ანუ რეჟიმთან სრული ართანამშრომლობა და მათი სრული იზოლაცია. დანარჩენი უკვე ჩვენ ვცდილობთ, მათ შორის დაანონსებული გვაქვს 26 ოქტომბერს 19 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრება გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ზოგადად იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს მიტაცებას და ეს არის სწორედ ამ პოლიტიკური პროდასავლური ძალების ერთგვარი ერთობლივი მოქმედების და განაცხადის დემონსტრირება, მათ შორის ეს არის პასუხი იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები არ ეგუებიან ამ დიქტატორულ კანონებს და ამ ყველაფერს შევაკეთებთ იგივე სტუდენტურ მოძრაობებთან, აქტივისტურ ჯგუფებთან, სამოქალაქო სექტორთან და პატიმრების ოჯახის წევრებთან, პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებთან. კი ბატონო და მაინტერესებს აი ამ პროცესში თქვენი სიძლიერე რა არის? ფაქტია რომ ხედავ ჩვენ რეჟიმის მხრიდან რეპრესიულ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი შესატანის არჩევის ვახსენეთ. როგორ უნდა განვითარდეს პროცესები ისე რომ თქვენ ამ მიზანს მიაღწიოთ, რაც არის სამართლიანი არჩევნები და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. ფაქტია რომ ივანიშვილი არანაირ დათმობაზე არ მიდის. მე მგონია რომ ზოგადად ყველა მსგავს. ნიკა უკაცრავად გაგაწყვეტინე პროკურატურაში ბრიფინგი საინტერესოა, შემოგთავაზებთ პროკურატურაში ბრიფინგს. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების ბინების, სახლების და სეიფების ჩხრეკა. რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები, დოკუმენტაცია, ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. დღეს აღნიშნულ საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული იქნა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი ანდრია ლილუაშვილი. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახით და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას იმ პირების მიმართ, ვისთანაც შესაძლოა დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი, როგორც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 329 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას. ასევე გამოძიება გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით. მადლობა ყველას. ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში დააკავეს სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი. მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ის ლილუაშვილის ოჯახის წევრია. არაფერი უთქვამთ გენერალურ პროკურატურაში ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ, როგორც ვიცით, ის სულში გუშინ იმყოფებოდა გამოკითხვაზე. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ახლა ნიკა ფარულავასთან. ნიკა, თქვენი აზრით რატომ ვერ ხერხდება ან არ ხერხდება ღარიბაშვილის დაპატიმრება, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ივანიშვილი არ ჩქარობს ხელბორკელები დაადოს მის ორგზის პრემიერ-მინისტრს, რატომ, რაშია თქვენი აზრით საქმე?
ღარიბაშვილის დაკავება არათუ ვერ ხერხდება, არამედ არ ხერხდება, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, კეთილსინდისიერი და მართლა კანონსა და სამართალზე დაფუძნებული. სინამდვილეში ეს არის სისტემის მიერ საკუთარი შვილების ჭამა. სინამდვილეში ეს არის ივანიშვილის ყველაზე არაქართული, ყველაზე, ისე ვთქვათ, ადამიანობისგან, ჰუმანურობისგან, კაცობისგან დაცლილი ქმედების მორიგი დემონსტრირება, როდესაც ადამიანს, რომელსაც აცხადებდა მის მართლა, მეორე შვილად, რომელსაც მისი შვილების მომავალი ებარა, მისი შვილების უსაფრთხოება ებარა, ადამიანს, რომელმაც მან ანდო ამ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა, როდესაც იყო თავდაცვის მინისტრი, როდესაც ანდო ამ ქვეყნის შიდა უსაფრთხოება, თქვენი, ჩემი საქართველოს თითოეული მოქალაქის, როდესაც დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, ადამიანს, რომელიც იყო ორჯერ პრემიერ-მინისტრი, მათ შორის ერთხელ ღიად გამოვიდა ივანიშვილი 2014-15 წელს ზუსტად არ მახსოვს და თქვა, რომ ის და მისი გარემოცვა არიან კორუფციონერები, ესეც შეუნდო და მაინც დააბრუნა. ადამიანი, რომელიც მისი შვილის ნებასურვილების ასრულების გამო სკოლის მოსწავლეებს იარაღიანი ხალხით ემუქრებოდა და შემდეგ ჩვენ გვახსოვს რა ტერმინებითაც მოიხსენიებდა, ეს ადამიანი სინამდვილეში გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გაწირა იმისთვის, რომ შესაძლოა მისი უმაღლესი, მისი უახლოესი ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვისთვის ხელი დაადებინა. აი მითხარით, საქართველოში რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად არაქართული, ამაზე მეტად არაადამიანური, ამაზე მეტად არაკაცური და როგორ შეიძლება ამის შემდეგ ვინმემ, მათ შორის ქართული ოცნების შუარგოლმა და განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირებმა წარმოიდგინონ, რომ ისინი შეიძლება იყვნენ მშვიდად. მათ შორის ეს ეხება დავრცელდება გრიგოლ ლილუაშვილზეც, იგივე ვრცელდება სხვებზეც. ხო, მე შევახსენებ ვინმეს თუ არ ახსოვს, ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ჩვენი გუნდის წევრებს ფული წინ რო დაუდო, ხელს არ მოკიდებენ, გვერდზე გაწევენ, იმდენად სულთები და კეთილსინდისეები და პატიოსნები არიან. საბოლოო ჯამში რა აღმოჩნდა, ხო? ქართული ოცნების 13 წლიანი მმართველობიდან, რაც თავად დაადასტურეს 8 წლის განმავლობაში, ეს ქვეყანა ჩაფლული იყო ელიტურ კორუფციაში, აღარიბებდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მთავარი, არა მარტო უბრალოდ აღარიბებდა. კორუფცია რომ კლავს ეს დადასტურდა, ხო? თუმცა ეს რა სიგნალია მაინც ნიკა თქვენი აზრით, მათ შორის პირველ რიგში ქართული ოცნების ამომრჩევლებისთვის, რომლებსაც პირდაპირ უთხრეს, რომ ისინი კორუფციაში იყვნენ ჩართული. ზუსტად აქამდე მივდივარ. ეს არის სინამდვილეში სიგნალი იმისა, რომ ამ ქვეყანაში დაცული ვერ იქნება ვერავინ. მათ შორის ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრი, ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის საყვარელი პრემიერ-მინისტრი, იმიტომ რომ ერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც თავად წარადგინა სხვათა შორის და რომელსაც სუპერძალოვანს ეძახდა, ის და მისი პროპაგანდა თურმე აღმოჩნდა ქვეყნის მოღალატე, იმიტომ რომ რუსებს გადასცა მიწა, დღეს გაქცეულია ბერლინში და იქიდან გუმოძღვრავს. მეორე პრემიერ-მინისტრი გუშინ იყო სუსში დაკითხვაზე და რამდენწლიანი მუხლი დაემუქრება, საერთოდ დაემუქრება თუ არა, ეგეც არავინ არ იცის და მისი ოჯახის აქტიური დისკრედიტაცია მიმდინარეობს და ამ ადამიანს სხვათა შორის თელი საძმაკაცო და სამეგობრო დაუჭირეს, ვინც კი ჰყავდა და დღეს ერთი თავდაცვის მინისტრი პატიმრობაში იმყოფება, მეორე ეკონომიკის მინისტრი პატიმრობაში იმყოფება, მათი ნათესავები, ვინც კი ტენდერები მოიგო, ყველა პატიმრობაში არიან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნების აქტიურმა ამომრჩეველმა, ქართული ოცნების აქტიურმა წევრმა, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ნებსით თუ უნებლიეთ, პირდაპირ თუ ირიბად რეჟიმის საყრდენებს, მათ უნდა იცოდნენ ერთი რამ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი გაიწირა, სადაც გიორგი ბაჩიაშვილი გაიწირა, რომელიც მართლა მეორე შვილად ჰყავდა, ხო, იქ დაცული არავინ არის. მათ შორის ირაკლი კობახიძე, ხვალ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი გამოვიდეს და თქვა ძალიან მარტივად. იცით რა არის? ირაკლი კობახიძეც, კახა კალაძეც, მამუკა მდინარაძეს, ესენი ყველა მოღალატეები არიან, აი სოციალური ოკუპაცია რო გრძელდება, სინამდვილეში მამუკა მდინარაძის სუსის უფროსობის ბრალია, რომ მან ვერ მოახერხა ამ ყველაფრის შეკავება. თუ გიორგი გახარიაზე ეს თქვეს, რომ მიწა გადასცა და რუსებს მიწა გადასცა და ამის გამო მოღალატეა და თუ ღარიბაშვილი, რომელსაც გემახსოვრებათ კამპანია იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადამიანები ხვდებოდნენ და მადლობა მშვიდობისთვისო, მართლმადიდებლობისთვის, მადლობა მშვიდობისთვის, დაილოცოს თქვენი ყველა ნაბიჯი, იმ დღეს უყურებდი, გამახსენა და მაინტერესა. თუ ეს ადამიანი დღეს მოღალატეა და ირაკლი კობახიძე მას კორუფციონერს უწოდებს და შესაძლოა კიდევ უფრო დიდ დანაშაულებებზე იყოს საუბარი, ხო, მათივე მტკიცებით. მაშინ ვისი უფლებებია ამ ქვეყანაში დაცული? ჩემი და თქვენი რო არ არის და რუსთაველის აქტიური საზოგადოების და პოლიტიკური პატიმრების, ეს ხო ისედაც ცხადია. სინამდვილეში ქართული ოცნების დღეს აქტიურმა წევრებმა ხო იციან ერთი რამ, რომ ბიძინა ივანიშვილი იმდენად დაცლილია ყველაფერი ქართულისგან და ადამიანურობისგან, რომ მისთვის არ არსებობს არც მეგობრობა, არ არსებობს არც თუნდაც დანაშაულში პარტნიორობა, ხო? ღარიბაშვილი რო ბიძინა ივანიშვილის გარეშე ერთ-ერთს ვერ მოიპარავდა, ეს ხო ყველა მიცის არ თუ $7 მილიონ, რაც ჩემი აზრით იქნება მართლა 7-ჯერ 7, ხო? ამაშიც კი ვერ აღმოჩნდა, ხო, პარტნიორი გაწირა, რაღაცა ვერ მიატანინა, ან არ მიატანინა, ან მეტი წაიღო ღარიბაშვილმა და ამის გამო მაწირა. ბიძინა ივანიშვილი რომ კარგი, ეს ვთქვათ, ფარველი არ აღმოჩნდა, ესეც ხო გამოჩნდა მათ შორის დღეს ჩემი აზრით პოლიტიკურ პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, რომელიც მართლა
მისი გამოზრდილი იყო, ხო, რაც საჯარო წყაროებიდან არის ცნობილი და დღეს, რა ვიცი, მისი ცოცხლეს ემუქრება საფრთხე პირდაპირ. ნიკა, აი გავიმეორებ კითხვას, რაზეც ვერ მოვასწარით პასუხის გაცემა. აი ეს პროცესი არის თუ არა გაძლებაზე, რადგან ფაქტია, რომ თქვენს უკან არიხევთ, ივანიშვილი უკან არიხევს პირიქით რეპრესიებს, ძალადობრივ პოლიტიკას აძლიერებს. თქვენი ძალა მუხტი ახლა რაში მდგომარეობს, როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები? ჩვენი ძალა და ხედვა მდგომარეობს იმაში და ზოგადად ჩვენი მამოტივირებელი უნდა იყოს ის, რაც დგას ჩვენს უკან. ჩვენს უკან დგანან 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც დღეს დაკავებულები არიან არაფრის გამო და იმყოფებიან უკანონო ტყვეობაში. ჩვენს უკან დგანან ამ პოლიტიკური პატიმრების 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრის ოჯახები, რომლებიც მართლა იმედით შემოგცქერიან ჩვენ ყველას. არ აქვს მნიშვნელობა ყოველდღე ვართ იქ თუ არა, მაგრამ ყველას ჩვენ, იმიტომ რომ იციან რომ ვართ ამ პროცესის ნაწილები. ჩვენს უკან დგანან საბოლოო ჯამში ამ ქვეყნის ისტორია, დაღურული სისხლი, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ამ ქვეყნის განვლილი გზა და ამ ქვეყნის მომავალი. ამ ქვეყნის ჩვენს უკან დგას საბოლოო ჯამში ჩვენი მეგობრები, ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები და ამიტომ ეს უკან ერთი ნაბიჯის გადადგმის უფლებაც არ გვაქვს. ჩვენთვის ახლა რაც უნდა იყოს მნიშვნელოვანი არის ის, რომ რაც ზოგადად ხდება ყველგან წარმატებული პროტესტების და წინააღმდეგობის მოძრაობების ერთგვარი ეს თქვა ფორმულა ეს არის, რომ ჩვენ უნდა მოვერგოთ ამ ვითარებას, მივიღოთ ეს ვითარება, მოვახდინოთ ადაპტაცია და მიუხედავად ყველაფრისა, ავიღოთ მაგალითი მართლა იმ ადამიანებისგან, რომლებიც დღეს ჩვენს უკან დგანან პოლიტიკური პატიმრებისგან და ისევ თანმიმდევრულად ჩვენი სიტყვის ერთგულებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთმანეთთან მეტი შეხების წერტილების პონით და არ აქვს ეხა არსებითი მნიშვნელობა სხვა დიდ განსხვავებებს, დავისახოთ ის გზა, რომელიც გადის სინამდვილეში ქუჩაზე, გზა, რომელიც იკეტება რუსთაველის გამზირზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ქვეყანას უხსნის გზას თავისუფალი, დამოუკიდებელი, რეალურად მშვიდობიანი ევროპული საქართველოსთვის. მადლობა ნიკა სტუდიაში მობრძანებისთვის.